მეგობრებო, დღეს მექნება ძალიან საინტერესო გადაცემა, მაგრამ წინასწარ გავთხილებთ, რომ გადაცემა არის საკმაოდ ხანგრძლივი, იგი 1 საათს აჭარბებს და ამისთვის წინასწარ გიხდით ბოდის, მაგრამ ისეთი თემა განიხილება დღეს ჩვენს გადაცემაში, რომ მე მგონი ძალიან არ დამძრახავთ მისი ხანგრძლივობის გამო. კერძოდ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთის ეთნიკურ შემადგენლობაზე უძველესი დროიდან მე-17 საუკუნემდე. მოდი დავიწყოთ. ჩვენი ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის თუ ვინ იყვნენ დღევანდელი აფხაზეთის და მისი ჩრდილო-დასავლეთით მოსახლე ის ტომები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში ორგანულად მონაწილეობდნენ მთელი ისტორიის მანძილზე. ეს უძველესი დროიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეებამდე. პირველ რიგში ვთქვათ თუ კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზეა საუბარი, კერძოდ ეს არის ტერიტორია, რომელიც იწყება მდინარე ნიკოფსისის ხეობიდან, რომელსაც დღეს ნეჩეფსუხო ეწოდება და მთავრდება დაახლოებით მდინარე გუმისთის ხეობით. თქვენ ახლა ხედავთ კადრში Google-დან გადაღებულ ნიკოფსის ციხე-ქალაქის ნაშთს და მდინარე ნიკოფსის შავ ზღვასთან შესართავს. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ გარემოებას, რომ თუ უძველეს და შემდგომ ანტიკურ ხანაშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტომთავს სიმრავლე შეინიშნება, უკვე ადრე შუა საუკუნეებში მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია და აქ არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი საერისთავო, ანუ ტომობრივი პრინციპით შექმნილი ადმინისტრაციული ერთეული, რომელთაგან მხოლოდ ერთ მათგანს ეწოდება აფხაზთა საერისთავო. აფხაზთა საერისთავოს მიწები კი მოქცეული იყო დღევანდელი ახალი ათონის, ანუ ანაკოფიის დასავლეთით, ვიდრე კაპოეტის მდინარემდე, ანუ ბზიფამდე. ან შეიძლება გაგრის ხეობამდეც. ახლა თქვენ ხედავთ სწორედ მდინარე გუმისთის შესართავს. რამდენადაც ჩვენი ამოცანაა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, ამიტომ მარტივად და გასაგებად უნდა ვთქვათ, რომ მდინარე ნიკოფსისიდან მოყოლებული მთელი ეს მიწაწყალი არის ისტორიული ჩრდილო-დასავლეთი კოლხეთი. ამას ადასტურებენ წერილობითი წყაროები, არქეოლოგიური მასალები და ტოპონიმიკა, ანუ ყოველივე ამის ერთობლიობა. საინტერესოა ის, მეგობრებო, რომ აფსუებს და ორსებს რომ ვკითხოთ დღეს, ხო? ანუ სეპარატისტები მყავს ხედულობაში, ქართველები რუსების ზურგით გვავიწროებდნენ საბჭოთა დროშიო, გეტყვიან და ისტორიას გვიყალბებდნენ. ამ დროს ყველაფერი იყო აბსოლუტურად პირიქით. აი მაგალითად მინდა გითხრათ, რომ პავლე ინგოროყვა საბჭოთა სისტემის მიერ იყო გარიყული და შერისხული კაცი, მას არ აღირსეს აკადემიკოსობა, მაშინ როდესაც უკაცრავად და უამრავი უღირსი ვითომ მეცნიერით იყო მეცნიერებათა აკადემია ავსებული, ის ჩამოაშორეს პედაგოგიკურ მოღვაწეობასაც და მისი შრომები აფხაზეთის შესახებ გაატარეს კრიტიკის ხარცახში, დაგმეს, დაწვეს და რა არ უყვეს. ამას ვინჩივის დღესაც კი 50 წლის გარდაცვლილი კაცის ყოველდღიური ლამის ყოველდღიური განკითხება მიმდინარეობს, ახლა უკვე თანამედროვე ნეოსაბჭოთა ისტორიკოსების მხრიდან. მას უწოდებენ ეთნონაციონალის, ეთნოცენტრის, შოვინის და ლამის არის, რომ აფხაზეთის ომის მიზეზადაც მისი ბრწყინვალე ნაშრომი გიორგი მერჩულე დაასახელონ, სადაც სიღრმისეულად არის გამოკვლეული აფხაზეთის ისტორია. შეცდომებისგან, მეგობრებო, დაცული არავინაა და მათ შორის არც პავლე ინგოროყვა იქნებოდა, რა თქმა უნდა, გამონაკლისი. ამაზე აქ არც არის საუბარი. აქ საუბარია უბრალოდ იმ უსამართლობაზე, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, აგინებენ კაცს, მაშინ, როდესაც არავის სხვას არ გამოუკლევია აფხაზეთის ტოპონიმიკა ისე დეტალურად და სიღრმისეულად, როგორც პავლე ინგოროყვას. და ასეთ კაცს უწოდებენ მეზღაპრეს. ეს მართლა უსაქმური და ფულს დახარბებული მეზღაპრეები. თავარი მტკიცებულება, რომელიც უეჭველს ხდის ისტორიული აფხაზების ქართველობას, გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთი საქართველო
აფხაზეთთან ერთად ლეონიდთა დინასტიის მეთაურობით გათავისუფლდა ბიზანტიის ბატონობისაგან და შეიქმნა დასავლეთ საქართველოს, ანუ აფხაზთა სამეფო. სწორედ ამ დროიდან იწყება მკვეთრი წმინდა ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება დასავლეთ საქართველოში. რაში გამოიხატება ქართული პოლიტიკის გატარება? იმ ისტორიულ ფაქტში, რომ ბერძნული ენა, რომელიც ბიზანტიის ხანგრძლივი ბატონობის შედეგად გაბატონებული იყო დასავლეთ საქართველოში, როგორც მთავარი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ენა, განდევნილი იქნა აქედან სწორედ ლეონიდთა დინასტიის მიერ და ბერძნულის ადგილი მთლიანად ქართულმა დაიკავა. ბერძნული ენა განდევნილი იქნა ეკლესიიდანაც და მის ნაცვლად აქაც ქართული იქნა შემოღებული. ასევე ეს გამოიხატა იმ ფაქტში, რომ დასავლეთ საქართველოს ეკლესია, რომელიც მანამდე იერარქიულად ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქატს, საპატრიარქოს, ჩამოშორდა კონსტანტინოპოლს და დაუკავშირა თავისი ბედი ქართლის, ანუ მცხეთის საკათალიკოსოს. ანუ აფხაზთა სამეფოს ხანა ეს არის ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სრული და საბოლოო გამარჯვების ხანა დასავლეთ საქართველოში. რითი მტკიცდება ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ეს ფაქტები? ეს მტკიცდება წერილობითი წყაროებით, ეპიგრაფიკული მასალით, ანუ აფხაზეთში განთავსებულ ტაძრებზე და სხვა ისტორიულ ნაგებობებზე შემორჩენილი წარწერებით, რომლებსაც რატომღაც ეს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული არაქართველი აფხაზთა მეფეები მაინც და მაინც ქართულად ასრულებდნენ და არა სხვა ენაზე, აფხაზეთის საკათალიკოსოს და მის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა ეპარქიების საარქივო მასალებით და ბოლოს, რა თქმა უნდა, არქეოლოგიური მასალებით და ასევე არქიტექტურის, ფერწერის, მათ შორის ხატწერის სტილითა და ასე შემდეგ. ანუ პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სამყარო აფხაზთა სამეფოში გახლავთ ქართული. ყოველივე ეს უცნაური და გაუგებარია და ალოგიკურია, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ აფხაზთა სამეფო შეიქმნა უცხო არაქართველი ტომის მიერ დასავლეთ საქართველოს დაპყრობის შედეგად. მაგრამ საბჭოთა ისტორიოგრაფიის დღევანდელი ადეპტების გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ არაფერი ამის მსგავსი სინამდვილეში არ მომხდარა და საქმე ბევრად უფრო მარტივადაა, ვიდრე ეს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას აყოლილ ზოგიერთ ისტორიკოსს წარმოუდგენია. კერძოდ, საქმე გახლავთ რაში? დასავლეთი საქართველოს ქართული სახელმწიფო, ინგოროყვა სიტყვების რომ ვთქვათ, შექმნილია ქართველი ტომების მიერ და ერთ-ერთი ამ ტომთა შორის არის ქართველი ტომი აფხაზები. ამ მოსაზრებას იზიარებს თვით ისეთი კომუნისტური ეპოქის კონფორმისტიც კი, როგორიც იყო ნიკო ბერძენიშვილი. კონფორმისტს იმიტომ ვამბობ მასზე, რომ მან და სიმონ ჯანაშიამ 1930-იან წლებში თავი ისახელეს, ასე ვთქვათ, მათი მასწავლებლის დიდი ივანე ჯავახიშვილის საჯარო დაგმობით. მართალია ძალიან ძნელია ადამიანის განკიქება იმის გამო, რომ მან სტალინის ეპოქაში საკუთარი ტყავის გადარჩენაზე იზრუნა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და იყვნენ ასეთი კრისტალური ადამიანებიც იმ დროში. მაგალითად აკაკი შანიძე, რომელიც არ შეუშინდა ბოლშევიკურ ტერორს და ივანე ჯავახიშვილი ღიად დაიცვა ზუსტად იმ სხდომებზე, რომლებზეც ბერძენიშვილს და ჯანაშიას ენები ჰქონდათ გადმოგდებული თავიანთი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კრებების სტენოგრაფიული ჩანასწერებით დასტურდება და ამის შესახებ სხვათა შორის კარგი კვლევა აქვს ჩატარებული გიორგი ყორანაშვილს, რომელმაც დასვა საინტერესო საკითხი, ანუ წამოწია საინტერესო საკითხი, კერძოდ ის, რომ ჩვენ დღემდე ვერ ვეგუებით წარსულზე სიმართლის ლაპარაკს. მაგალითად, მან ამხილა ისტორიკოსი ვახტანგ გურული ჯანაშია ბერძენიშვილის ბიოგრაფიის ამ ბნელი ფურცლის მიჩქმალვის მცდელობაში. აი, მართლა ძალიან მაინტერესებს, როდემდე ვაპირებთ შავზე თეთრის მტკიცებას და პირიქით.
ახლა მეორე მხრივ ისიც არ უნდა დავუმალოთ, რომ მიუხედავად სტალინის და ბოლშევიკების ტრფიალისა, ნიკო ბერძენიშვილს ეყო იმის გამბედაობა, რომ აფხაზეთზე ეთქვა სიმართლე. რისთვისაც ის სხვადასხვა დაისაჯა კიდეც თავის დროზე. მოკლედ რომ დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ საკითხს, ნიკო ბერძენიშვილმა გაბედა და მხარი აუბა პავლე ინგოროყვას. კერძოდ აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილების საკითხში. მათი აზრი არ ემთხვევა მხოლოდ აფხაზთა წარმოშობის საკითხს. კერძოდ ინგოროყვასგან განსხვავებით, ბერძენიშვილი არ ამტკიცებს, მაგრამ უშვებს, ვარაუდობს, რომ შესაძლოა ისტორიულ აფხაზებს ჰქონოდათ ჩრდილოკავკასიური წარმოშობა, მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობისას საინტერესო ჰიპოთეზას აყენებს. კერძოდ ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სამყაროში მცხოვრებ აფხაზებს დრო და დრო ჩრდილოეთიდან მოწოლილი ტომები შეერეოდნენ ხოლმე და შემოჰქონდათ თავიანთი კულტურული ელემენტები. ბოლო და ყველაზე მასშტაბური ასეთი მოწოლა დაემთხვა მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი ქართული სამეფოს დაშლას. თუმცა ბერძენიშვილი ამტკიცებს, რომ პირველი ძლიერი შემოტევა მე-13 საუკუნეში მონღოლებისგან შევიწროებულმა კავკასიის მთიელებმა მოახდინეს. მათ შორის საქართველოს და მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია პავლე ინგოროყვას მიერ წარმოებული კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ აფხაზეთში აფსუური ტოპონიმიკა მხოლოდ მე-16 საუკუნიდან იწყებს დამკვიდრებას და ისიც თავიდან მხოლოდ გაგრა ბზიფის არეალში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კი მე-13 საუკუნეში მოხდა რაიმე გადაადგილებები, მათ მაინც არ ქონიათ ისეთი დამანგრეველი შედეგი, როგორიც მე-15 საუკუნიდან დაწყებულ გამუდმებულ ექსპანსიას. ასეთი ექსპანსია მე-13 საუკუნეში ვერ მოხდებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკვე მე-14 საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ქართული სახელმწიფო პრაქტიკულად თამარის საზღვრებში და ცნობილია ისიც, რომ გიორგიმ განდევნა მონღოლთა მხარდაჭერით აღმოსავლეთ საქართველოში შემოსახლებული ოსთა მარბიელი ლაშქარი თავის ოჯახებით ურთ. ლოგიკურია, რომ მას არც დასავლეთ საქართველოში შემოჭრილი მთიელები დარჩებოდა უყურადღებოდ. შემდეგ იყო კიდევ ერთი დიდი მეფის, ალექსანდრე I დიდის მმართველობა და ასე რომ აფსუათა აფხაზეთში დამკვიდრება მხოლოდ საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ იწყება. საბოლოო ჯამში ნიკო ბერძენიშვილი ასკვნის, თუ ვინ არის აფხაზი კულტურულ ისტორიულად. ის ამტკიცებს და აცხადებს, რომ აფხაზეთი პოლიტიკურ, კულტურულ, ისტორიულ ჭრილში საქართველოს ორგანული ნაწილია და შესაბამისად აფხაზი პოლიტიკურ, კულტურულ, ისტორიული თვალსაზრისით ისეთივე ქართველია, როგორიც ქართი, ჰერი, კახი, მესხი, ჯავახი, კლარჯი, ეგრი, სვანი და ასე შემდეგ. სხვათა შორის ბერძენიშვილი, რომელსაც აშკარად ეტყობა საბჭოთა დიქტატის კვალი, კერძოდ დიქტატისა, რომლის თანახმადაც არ შეიძლებოდა ისტორიული აფხაზების ქართველობის დადასტურება, მაინც ახერხებს სათქმელის მკითხველამდე მიტანას. სხვადასხვა ხერხებით, რა თქმა უნდა. ცოტა ეშმაკობებით. მაგალითად, როდესაც ის საუბრობს დღევანდელი აფხაზების, ანუ აფსუების წარმომავლობაზე, მას მოყავს აზერბაიჯანელების მაგალითი და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელების ენა თურქულია და რომ ისინი თურქული მოდგმის ხალხს წარმოადგენენ, უეჭველია, რომ სანახევროდ თუ მეტად არა, აზერები მაინც ძველი ალბანელების შთამომავლები არიან. ამით ბერძენიშვილი მიანიშნებს, რომ დღევანდელი აფსუები, ანუ ის ხალხი, ვისაც თუნდაც წმინდა აფსუური დაბოლოება აქვს გვარების და ასე შემდეგ, სინამდვილეში ქართველები, ანუ ისტორიული აფხაზები არიან. ანუ ბერძენიშვილი გვეუბნება, რომ აფსუების ზარღვებში მოგწონს თუ არ მოგწონს,
ქართული სისხლით შხებს. ეს ბუნებრივიც არის, მეგობრებო, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე შეჯვარების შედეგად აფსუებმა ქართული დნმ მიიღეს. ახლა ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ თუ ინგოროყვას შეეძლო უფრო თამამად და პირდაპირ დაეწერა ის, რასაც ის წერს თავის შრომებში, ბერძენიშვილს რაღა ჭირდაო. მაგრამ ამ ორ ადამიანს შორის იყო დიდი სხვაობა. ინგოროყვა თავიდანვე ჩამოწერილი ჰყავდა საბჭოთა რეჟიმს, მას არ ეკავა არანაირი თანამდებობა და არც იბრძოდა საბჭოთა რეგალიებისთვის. ამიტომ მისთვის იმის მტკიცება, რომ აფხაზები ქართველებია, უფრო იოლი იყო, ხოლო ბერძენიშვილი, ასე ვთქვათ, სისტემის კაცი იყო, თანამდებობებიც ეკავა და აქედან გამომდინარე ვალდებულებებიც ჰქონდა ნაკისრი რეჟიმის წინაშე. ამიტომ მას მოქმედება მკვეთრად შეზღუდული ჰქონდა. შეერთებოდა უწევდა შეზღუდულ ჩარჩოებში. ახლა ბარემ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებაც მოვიხმოთ აფხაზთა წარმოშობის შესახებ. საინტერესოა ის, რომ იგი აფხაზებს თავდაპირველად ქართველებად მიიჩნევდა, ისევე როგორც ინგოროყვა, მაგრამ მოგვიანებით ეს აზრი შეიცვალა, მხოლოდ აზრის შეცვლა საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებას დაემთხვა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბევრი საკითხი აფხაზეთის ისტორიიდან ჯავახიშვილის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. მაგალითად, იგივე ინგოროყვას და ბერძენიშვილის ფუნდამენტური კვლევები აფხაზეთზე მხოლოდ 50-იან წლებში გამოიცა. თუმცა ივანე ჯავახიშვილმა მაინც მოახერხა იმ დასკვნის გამოტანა, რომ კოლხეთის მოსახლეობას ქართველთა სამი შტოს ერთობლიობა შეადგენდა: ლაზ-მეგრელების, აფშილ აფხაზებისა და სვანო კოლხების. ზემოთ ვისაუბრე საბჭოთა დიქტატზე, რომელიც არ აძლევდა გასაქანს ქართველ ისტორიკოსებს ეთქვათ სიმართლე აფხაზეთის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი ისტორიკოსი ძალდატანებით ავითარებდა ეგრეთ წოდებული ორაბორიგენობის თეორიას. ზოგი მათგანი გულწრფელად ფიქრობდა, რომ ეს თეორია სწორი იყო, ხოლო ზოგიერთი და ასეთების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა გულწრფელი ორაბორიგონისტების რიცხვს, ისინი სულაც ანგარების, კერძოდ კი საბჭოური პრივილეგიების მიღების მიზნით აკეთებდნენ ამას. მოგეხსენებათ, რომ ახლაც არსებობენ მსგავსი ისტორიკოსები, რომლებიც ძალდაუტანებლად და ენთუზიაზმითაც კი აყალბებენ ისტორიას სხვადასხვა ანგარების მიზნით. აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე წესიერმა ისტორიკოსებმა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა ანტიქართული, ასე ვთქვათ, დოქტრინის არსებობის გამო ერიდებოდნენ სიმართლის ბოლომდე თქმას, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხმა აიმაღლეს. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია მარიამ ლორთქიფანიძე. 1990 წელს გამოცემულ წიგნში აფხაზეთი და აფხაზები იგი სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განიხილავს ჩრდილო კავკასიელთა აფხაზეთში ჩამოსახლების ფაქტს მე-15-მე-16 საუკუნეებში და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბის გარეშე ამბობს, რომ ამ ადიღეური მოდგმის ხალხს ეწოდათ აფხაზები აფხაზეთში დასახლების გამო, ანუ გეოგრაფიული ნიშნით და რომ მათი, ანუ აფსუების თავდაპირველი სამშობლო ჩრდილოეთ კავკასიაშია. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ მე-8 საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველო, როდესაც დასავლეთ საქართველო გაერთიანდა, ამ სახელმწიფოს მეთაური გახდა ლეონ აფხაზთა მთავარი. ეს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოპსიიდან ჭოროხის ხეობამდე და შავი ზღვიდან ლიხის ქედამდე. და მას იგი აღიარებდა ბიზანტიის სუზერენიტეტს. ქართული წერილობითი წყაროების ცნობით და სხვა წყაროები კი ამ თემაზე არ არსებობს, ქართლის ერისმთავართა სახლის უკანასკნელმა მამაკაცმა წარმომადგენელმა არჩილმა თავისი გარდაცვლილი ძმის მირის ასული ცოლად შეერთო ლეონ აფხაზთა მთავარს, რომელსაც ამით გადასცა ეგრისის გვირგვინი. ანუ ლეონმა სიძეობით, ანუ მემკვიდრეობით მიიღო ეგრისი და ეგრისის სამეფო გვირგვინი, რაც სიმბოლურად და რეალურად ეგრის აფხაზეთის გაერთიანებას ნიშნავდა.
აღნიშნული გაერემოება იძლევა საფუძველს თვალსაზრისისთვის, რომ ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანება დინასტიური ნებაყოფლობითი აქტი იყო. ამის შემდეგ ლეონმა მერვე საუკუნის დასასრულს გაითავისუფლა თავი ბიზანტიის ვასალობისგან და თავი მეფედ გამოაცხადა. მატიანე ქართლისაეს ცნობით და იპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე. აფხაზეთი ლეონის სამკვიდრო ქვეყანა იყო, ეგრისიც ასევე სამკვიდრო იყო, რომელიც სიძეობით ჰქონდა მოპოვებული და ეს ორივე ქვეყანა ლეონმა ერთნაირად დაუმორჩილა თავის ხელისუფლებას ბიზანტიის იმპერიისაგან დამოუკიდებლად და როგორც აღნიშნე იწოდა აფხაზთა მეფედ. აფხაზთა მეფედ იმიტომ, რომ დინასტია აფხაზთა სამთავროდან იყო გამოსული. ანუ მოხდა ზუსტად ის პროცესი ისტორიული, რაც მანამდე დაახლოებით 8 საუკუნით ადრე ლაზიკის შემთხვევაში მოხდა. კერძოდ ლაზიკა იმიტომ ეწოდა ისტორიულ კოლხეთს, რომ იმ დროისთვის ლასტატომი გაძლიერდა და ლაზური დინასტიიდან გამოსული წარმომადგენელი გახდა ახლად შექმნილი სამეფოს მეფე. აქვე მინდა რომ განმარტო თუ რატომ იხსენიება ლეონის გამეფების დროისთვის ეგრისი და აფხაზეთი ცალ-ცალკე. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლაზიკის სამეფოს გაუქმების შემდეგ კუთხურობამ იმძლავრა და თუ ადრე აფხაზეთი ლაზიკის სამეფოს ერთი რიგითი პროვინცია, რიგითი საერისთავო იყო, ის ახლა უკვე ლაზიკისგან, ანუ ეგრისისგან გამოყოფილ ცალკე სახელმწიფოებრივ სუბიექტად მოიაზრებოდა. ასევე შეიძლება ვიკითხოთ არჩილს ქართლის ერისმთავარს რა უფლება ჰქონდა ეგრისის ტახტის მემკვიდრეობა ლეონისთვის გადაებარებინა. ამის პასუხი ის გახლავთ, რომ ეგრისის სამეფოს დასუსტების პერიოდში იგი ქართლმა დაიმორჩილა. ეს მოხდა არაბთა მიერ საქართველოსა და კავკასიის დაყრობამდე ცოტა ხნით ადრე. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამკვირვებია იმ ქართველი ისტორიკოსების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აფხაზები ქართული ტომია, მაგრამ ამავე დროს თავს იკავებენ აფხაზთა მეფეების ეთნიკური კუთვნილების დასახელებისგან. მაგალითად, ბერძენიშვილი, ლორდ ქიფანიძე და მათი ზოგიერთი თანამედროვე კოლეგა. ამ ყოყმანის ფორმალური მიზეზი გასაგებია. კი ბატონო, ამაზე არ არსებობს არავითარი მინიშნება წერილობით წყაროებში. მაგრამ მარიამ ლორდ ქიფანიძის არ იყოს, რომელიც თავადაც თავს იკავებს ამ საკითხზე, ის წერს, რომ ამ შემთხვევაში არსებითია ის, რომ აფხაზთა სამეფო ენით, დამწერლობით, კულტურით, სარწმუნოებით, პოლიტიკით ქართული სახელმწიფო იყო, ხოლო მისი მეფეები ყველა აი ამ ნიშნით ქართველები იყვნენ. აფხაზეთის და აფხაზების ქართველობის უტყუარი საბუთია ისიც, რომ მე-11 საუკუნეების სომეხი ისტორიკოსები, მაგალითად იონე დრასხანა-კერტელი ამ სახელმწიფოს, ანუ აფხაზთა სამეფოს ეგრისს უწოდებს, მათ მეფეს ეგრისის მეფეს, ხოლო იქ მცხოვრებ ხალხს ეგრისელებს. მე ბევრჯერ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ სომხური წყაროები ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდიან ხოლმე ბევრ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც შეიძლება ჩვენი მატიანე დუმდეს კიდეც. და ეს ძალიან დასაფასებელია. ვინ ცხოვრობდა აფხაზთა სამეფოში? როგორი იყო მისი ეთნიკური შემადგენლობა? აი ამ კითხვებზე, ესე იგი, ჩვენ გვაქვს ესეთი პასუხი. მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შეადგენდნენ ლაზმეგრელები, სვანები, ქართები და საკუთრივ აფხაზები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით აფხაზთა სამეფო 8 ადმინისტრაციული ერთეულის საერისთავოსგან შედგებოდა. კერძოდ ესენია: საკუთრივ აფხაზთა საერისთავო, ცხუმის საერისთავო, გურიის საერისთავო, რაჭალეჩხუმის საერისთავო, სვანეთის, არგვეთისა და ქვემო იმერეთის, ანუ ვაკე იმერეთის საერისთავო. აქვე უნდა განვიხილოთ, თუ ვინ ცხოვრობდა აფხაზეთის, უпростоრად მაშინდელი, ანუ ძველი კოლხეთის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელსაც მოგვიანებით აფხაზეთი ეწოდა. ჩვენთვის კარგად ცნობილ ლეონტი მროველს კავკასიის ეთნიკურ-ტომობრივი შემადგენლობის სრული სურათი აქვს მოცემული თავის თხზულებაში. და იქ მოხსენიებულია კავკასიის შემდეგი ხალხები, განხილულია მათი წარმოშობის საკითხი და აღნიშნულია მათი განსახლების
ანუ გეოგრაფიული ასე ვთქვათ განსახლების არეალი. ეს ხალხებია პირველ რიგში რა თქმა უნდა ქართველები და მათი ცალკე ტომები, კერძოდ ქართველნი, ანუ იბერიელები, ანუ ქართები, ეგრისელები, რომლებშიც შედიან მეგრელაზები და სვანები, ჰერები. ასევე კავკასიის ალბანეთი მისი ტომებით, რანელებით და მოვაკნელებით, სომხები, დაღესტნის მთიელები, ანუ ლეკები და ხუნზები და დიდოელებიც, ჩრდილო კავკასიის მთიელები, როგორიცაა მაგალითად დურძუკნი, კავკასიანნი, ჯიქნი, ანუ ჩერქეზნი, ჩრდილო კავკასიის ირანული ტომი ოვსნი, ანუ ოსები, ჩრდილო კავკასიის მოსაზღვრე თურქი ტომები, ანუ პაჭანიკები და ხაზარნი. რაც შეეხება აფხაზეთში მოსახლე ტომებს, აფხაზებს, ჰენიოხებს, აფსილებს, მისიმიანებს, ლეონტი მროველი მათ ცალკე არ ასახელებს, რადგან როგორც ირკვევა, არ თვლის მათ ქართველებისგან, ამ შემთხვევაში ეგრისელებისგან ცალკე გამოყოფილ ეთნიკურ ერთეულად. ისინი მას ქართველ ტომებად მიაჩნია და ამ ტომებს მიაკუთვნებს სწორედ ეგრისელთა ჯგუფს. ლეონტი მროველის ცნობის თანახმად ეთნოგრაფიული ეგრისის ჩრდილოეთის საზღვარი, სადამდისაც აღწევს ეგრისელ ტომთა მოსახლეობა, ეს არის მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადაც წასწვდების წვერი კავკასიისა. ანუ ამ ცნობის თანახმად ეგრისის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი გადის მდინარე ნიკოფსისის დღევანდელი ნეჩეპსუხოს ხეობაზე და აფხაზეთის მხარეთა ჯგუფი მთლიანად აღებული, ესე იგი როგორც საკუთრივ ძირითადი აფხაზეთი, ასევე ისტორიული ჰენიოხეთ, სანიხეთი, აფსილეთი, მისიმიანეთი ეთნიკურად ეგრისის ნაწილს შეადგენს და შესაბამისად ეგრისელი ტომებით არის დასახლებული. ლეონტი მროველის მიერ მოწოდებულ ამ ცნობას პავლე ინგოროყვა გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა და მართალიც იყო. იმიტომ რომ მროველის ამ ცნობას ამყარებს ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები სომხური წყაროები, სადაც აფხაზთა სამეფო ჩვეულებრივ ეგრისის სამეფოდ მოიხსენიება, ისე როგორც ადრე ლაზიკის სამეფოს არსებობის დროს. ხოლო აფხაზთა მეფეს ეწოდებათ ეგრისელნი, ანუ მეგრელნი, ისევე როგორც აფხაზთა სამეფოს მცხოვრებლებს. სომხები ასე იმიტომ მოიხსენიებენ აფხაზთა სამეფოს, რომ ტერმინი ეგრისელი აქ სინონიმია ტერმინისა აფხაზი, აფხაზეთი კი იდენტიფიცირებულია ეგრისთან. ანუ შესაბამისად აფხაზი ეგრისელია, აფხაზეთი ეგრისია. ახლა უშუალოდ განვიხილოთ აფხაზეთის ცალკეული მხარეების ეთნიკური შემადგენლობა ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში პავლე ინგოროყვას მიხედვით, რომელსაც ეს საკითხი ყველა სხვა მკვლევარზე, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი, უფრო ღრმად და დეტალურად აქვს განხილული. პირველი, ეს არის შეგრეთ წოდებული შუა სოფელი, ეს გახლავთ ტერიტორია მდინარე ეგრისწყალიდან ვიდრე კელასურამდე, მასში შედიოდა მოქვისა და დრანდის თემები. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან მოყოლებული და ადრეულ შუა საუკუნეებშიც ამ მხარის მოსახლეობა ყველა არსებულ წყაროში ნაჩვენებია როგორც კოლხები. შემდეგ კი მათი შთამომავალი მეგრელ ლაზები. ლაზ-მეგრელთა კოლხობა პირდაპირ არის დადასტურებული ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის ანონიმი ბერძენი გეოგრაფის მიერ, რომელიც პერიპლუსში წერს. დიოსკურიიდან ვიდრე აფსარამდე, ანუ სოხუმიდან ვიდრე სარფამდე, სახლობს ხალხი, რომელსაც ეწოდებოდა კოლხი და რომელსაც ამჟამად გადარქმეული აქვს სახელი როგორც ლაზი. მე-7 საუკუნის ავტორი თეოდოს განგრელის ცნობების მიხედვითაც ეს ტერიტორია, ანუ შუა სოფელი, საკუთრივ ლაზიკის ნაწილია. აქ, კერძოდ სოფელ მოქვის სანახებში, მდებარეობდა ლაზიკის მთავრის, ანუ პატრიკიოსის ერთ-ერთი რეზიდენცია და ამ რეზიდენციის სახელწოდება გახლდათ ჯიხახორა, წმინდა მეგრული სახელი. როგორც ამ პერიოდში მე-5, მე-7 საუკუნეებში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებდა დასავლეთ საქართველოს, ანუ აფხაზთა სამეფოს დაარსების ხანას, ისე ამის შემდეგაც მთელი შუა საუკუნეთა მანძილზე ამ მხარის მოსახლეობა ქართულია.
მკვეთრი ეთნიკური ცვლილებები ამ მხარეში მოხდა მხოლოდ მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებიდან ირკვევა, რომ თვით მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული მოსახლეობა იყო არა მხოლოდ შუა სოფლის მხარეში, ესე იგი მოქვისა და დრანდის თემებში, არამედ ქართველებით, კერძოდ მეგრელებით და სვანებით იყო დასახლებული ასევე ცხუმი, რომელიც ამ ხანაში ოდიშის, ანუ სამეგრელოს სამთავროში შედიოდა. ოდიშის საზღვარი ამ პერიოდში აღწევდა ბიჭვინთამდე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ. უაღრესად საყურადღებოა აგრეთვე ცნობები, რომლებიც დაცულია უცხოურ წყაროებში ამ მხარის მოსახლეობის შესახებ მე-15-17 საუკუნეებში. მე-15 საუკუნის იტალიურ რუკებზე, კერძოდ 1480 წლის ანდრეა ბენინკაზასა და 1497 წლის ანჯელო ფრედუჩის მიერ შედგენილ რუკებზე, ნავსადგური მდინარე კელასურის შესართავთან მოიხსენიება სახელწოდებით პორტო მენგრელო, ანუ სამეგრელოს პორტი. გონი ამით ყველაფერი ნათქვამია. მე-15 საუკუნისათვის, ისევე როგორც ამის წინა პერიოდებშიც, შუა საუკუნეების მანძილზე, ეს მხარე, ანუ შუა სოფელი, ეგრისის ნაწილს წარმოადგენდა და დასახლებული იყო მეგრელებით, რის გამოც სწორედ ამის გამოა, რომ კელასურის ნავსადგურს ეგრისის, ანუ მეგრელთა ნავსადგური ეწოდებოდა. მე-17 საუკუნის უცხოელი ავტორებიდან ცნობები შუა სოფლის მხარის მოსახლეობის შესახებ დაცული აქვთ თურქ მოგზაურს და ელჩს ევლია ჩელების, ასევე ევროპელ ავტორებს, როგორც არის ლუი გრანჟიე, პატრი იოანე, არქანჯელო ლამბერტი, იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი, ფრანგი მოგზაური შარდენი, რუსი ელჩები ფედოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი. უაღრესად საყურადღებოა ევლია ჩელების ცნობები, რომელმაც 1651 წელს მოიარა შავი ზღვის ეს სანაპირო. მისი ცნობებიდან ირკვევა, რომ მეგრული ენა მოსახლეობის დედაენას წარმოადგენდა არა მხოლოდ შუა სოფლის მხარეში, ანუ მოქვისა და დრანდის რაიონებში და ასევე არა მხოლოდ სოხუმის რაიონში, არამედ მოსახლეობის დედაენა იყო ის ასევე აფხაზეთის სამთავროს ძირითად ნაწილში, ანუ ჩაჩის რაიონში. ევლია ჩელები წერს, მთავარი ტომი აფხაზეთში არის ჩაჩ, რომელიც ლაპარაკობს იმავე მეგრულით, რომელიც ხმარებაშია ფაზისის იმიერ მხარეს. ეს ძირითადი მხარე აფხაზეთის სამთავროსი, ანუ ჩაჩის თემი, ეს არის საშერვაშიძეო სახელმწიფო მხარე, რომლის ცენტრი იყო დაბა ლიხნი და რომელიც მოიცავდა თანამედროვე გუდაუთის ტერიტორიას ანაკოფიის სექტორიდან მოკიდებული ვიდრე ბზიფის ხეობამდე. მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ხო? ამრიგად ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობა მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის თურქი მოგზაურის ევლია ჩელებისა, რომელმაც პირადად მოიარა აფხაზეთის მთელი სანაპირო, სავსებით ადასტურებს და ავსებს იმ ცნობებს აფხაზეთის მხარეთა მოსახლეობის შესახებ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, რომელსაც გადმოგვცემს ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი. მე-17 საუკუნის ევროპელი ავტორებიდან ამავე ხანას, ანუ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარს ეხებიან ლუი გრანჟიე და პატრი იოანე. ლუი გრანჟიეს მოხსენება, როგორც ცნობილია, დაწერილი აქვს შუა სოფლის მხარეში, კერძოდ მოქვში და იგი ასეა ხელმოწერილი: მოქვი სამეგრელოში 2 მარტს 1615 წელს. პატრი იოანეს მოხსენებაში 1629 წელს აღნიშნულია, რომ ოდიშის საზღვარი მის დროს აღწევდა ძველი ქალაქის ზონამდე, ანუ ანაკოფიამდე. ამრიგად, პატრი იოანეს დასახელებული აქვს იგივე საზღვრის ხაზი, რაც ვახუშტი ბატონიშვილს. პატრი იოანეს ცნობის მიხედვით, ცხუმის თემში და შუა სოფლის მხარეში მოსახლეობა ქართული იყო. 1639-40 წლებში შუა სოფლის მხარე, მოქვისა და დრანდის თემები მოიარეს ასევე რუსეთის ელჩებმა, ფედოტ ელჩინმა და პავლე ზახარიევმა, რომელთა ცნობებითაც ეს კუთხე, ანუ შუა სოფლის მხარე, ოდიშის ნაწილს წარმოადგენს. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ამ მხარეში იმოგზაურეს იერუსალიმის
პატრიარქმა დოსითეოსმა და ფრანგმა მოგზაურმა შარდენმა. კერძოდ დოსითეოსი ჩავიდა შუა სოფელში 1659 წელს, ხოლო შარდენი 1672 წელს. ამ ავტორების ჩვენებითაც შუა სოფლის მხარე კოდორის რეგიონი ოდიშის ნაწილს წარმოადგენს და მოსახლეობა მეგრულია. ამ ავტორების ჩვენებით შუა სოფლის მხარე, ცხუმის თემი, კოდორის ხეობა ეს ოდიშის ნაწილს წარმოადგენდა და მოსახლეობაც იყო მეგრული. იგივე ცნობებს გვაწვდის ოდიშში მთელი თავის ცხოვრება გატარებული არქანჯელო ლამბერტიც. ამ ყველაფრიდან დგინდება, რომ ეთნიკური შემადგენლობით შუა სოფლის მხარე ქართულ რეგიონს, ქართულ მხარეს წარმოადგენდა ანტიკური პერიოდიდან ვიდრე მე-17 საუკუნის დასასრულამდე. შემდეგ იწყება ის ცნობილი შერვაშიძეთა თავდასხმები, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთში ჩამოსახლებულ აფსუა ადიღეელებს ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ წარმოებულ ომებში. ეს პროცესი ოდიშის ამ ძირძველი მხარის საბედიანოს მიტაცებით იქ პირველი აფსუური დასახლებების შექმნითა და საბედიანოსთვის სახელის გადარქმევით, სამურზაყანოდ გადარქმევით დასრულდა. მეორე ისტორიული მხარე ამ რეგიონში, ანუ აფხაზეთში გახლავთ ჰენიოხეთ-სანი ხეთი. ეს არის ისტორიული ტერიტორია, რომელიც საკმაოდ დიდია და სამ ნაწილად იყოფა. კერძოდ პირველი ეს არის ძველი, ანუ სამხრეთ ჰენიოხეთი, რომელსაც მოგვიანებით ზღვისპირა აფხაზეთი ეწოდა და ის მოიცავდა შავი ზღვის სანაპირო ზონას დღევანდელი სოხუმიდან ადლერამდე. მეორე ნაწილი ჰენიოხეთის ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული შიდა ჰენიოხეთი, ეს არის თანამედროვე სოჭის რაიონი, ხოლო მესამე ჩრდილოეთ ჰენიოხეთი, რომელიც მოგვიანებით ჯიქების შემოჭრის შედეგად აფხაზეთის ჯიქეთად იქნა წოდებული. ეს გახლავთ თანამედროვე ტუაფსეს რაიონი, ვიდრე მდინარე ნიკოფსისამდე. პავლე ინგოროყვა აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე, ანუ ჰენიოხეთში მოსახლე აბორიგენული ტომის ჰენიოხების სახელი დამოწმებულია ისტორიულ წყაროებში სამი ვარიაციით: ჰენიოხი, სანიხი, სანიგი. ყველა ეს ფორმა ერთი და იმავე ეთნიკური სახელწოდების დიალექტური სახელსხვაობაა. ადრინდელ ხანაში, ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნიდან ვიდრე ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე საუკუნეებამდე, ეს სახელი ამ ტომის სახელი ხვდება როგორც ჰენიოხი. ჰენიოხის სახელით მოიხსენიებენ მათ მაგალითად ანტიკური ხანის ისეთი ავტორები, როგორიც არის ჰელანიკე, სკილაქს კარიანდელი, არტიმედორე ეფესელი, სტრაბონი, პლინიუს სეკუნდუსი, კლავდიუს პტოლემეოსი, ხოლო ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე საუკუნეებიდან ამ სახელწოდებას ჩვეულებრივი ფორმაა, ანუ ამ ტომის ჩვეულებრივი ფორმაა სანიხი, როგორც მაგალითად იხსენიებს არიანე, მე-5 საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსი, აგრეთვე შუა საუკუნეების ქართული საისტორიო ძეგლი ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი. აღნიშნული ტომი ეკუთვნოდა ქართველ ტომთა კოლხურ ლაზურ, ანუ მეგრულ შტოს. ეს სახელწოდებანი ჰენიოხი, სანიხი, სანი მიღებული იყო სწორედ კოლხურ ლაზურ ტომთა ჯგუფში, სადაც იგი ფართო გავრცელებით სარგებლობდა. სახელდობ გარდა აფხაზეთისა, ეს სატომო სახელწოდება ჩვენ გვხვდება საქართველოს კოლხურ-ლაზური ზონის მთელ რიგ მხარეებში. მაგალითად, ეს სახელწოდება მიღებული იყო, ანუ ჰენიოხი მიღებული იყო სამხრეთ კოლხიდაში. ანტიკური ხანისა და ადრეულ შუა საუკუნეთა წყაროების თანახმად, ტომი სანთა ჰენიოხთა, ანუ ტომი ჰენიოხთა ეწოდებოდა სამხრეთ კოლხიდის ლაზური შტოს ტომს, რომელიც მოსახლეობდა რიზე ათინას მხარეში. ეს გახლავთ თანამედროვე ლაზების მიწები თურქეთში. ჰენები, ჰენეთელნი, ანუ ჰენიოხები ეწოდებოდა ჭანური შტოს ტომს პონტოში, ხალისბების მეზობლად და ასევე სახელწოდება სანები მიღებული იყო პონტოს მთების ჭანურ ტომებში. სახელწოდება ჰენიოხი გვხვდება აგრეთვე კოლხური ტომის განსახლების ძველ ტერიტორიაზე, კერძოდ პროვინცია კოლაში. კოლის მთებს ეწოდება ჰენიოხთა მთები, აგრეთვე კორახის მთები. რადგანაც ირკვევა, რომ სახელწოდება ჰენიოხი, სანიხი, სანი
ყოფილა სახელწოდება კოლხურ ლაზური, ანუ მეგრული ტომებისა, ამის შემდეგ გასაგები ხდება ის გარემოება, რომ ანტიკური ხანის წყაროებში აფხაზეთის ჰენიოხების ტერიტორიას ხან ჰენიოხების მიწაწყალი ეწოდება, ხან კი კოლხების. ასე მაგალითად, ანტიკური ხანის წყაროების თანახმად, ქალაქი დიოსკურია და მისი თემი ჰენიოხების მიწაწყალზე მდებარეობდა. ხოლო დიოსკურიას ეწოდება არა მხოლოდ ჰენიოხთა ქალაქი, არამედ ამავე დროს კოლხთა ქალაქი. ასევე ძველი ქალაქი ბიჭვინთა, რომელიც ჰენიოხების მიწაწყალზე მდებარეობდა, აგრეთვე კოლხთა ქალაქის სახელწოდებით მოიხსენიება ბერძნულ წყაროებში. ფაქტი იმის შესახებ, რომ ჰენიოხები ეკუთვნოდნენ ქართველ ტომთა ჯგუფს, ანუ კოლხურ ლაზურ, ანუ მეგრულ ლაზურ შტოს, ეს სრულიად უდაოდ დასტურდება იმით, რომ ჰენიოხთა მიწაწყლის გეოგრაფიულ პუნქტთა სახელწოდებები, ანუ ტოპონიმიკა არის ქართული და შესაბამისად იხსნება ქართული და ქართველური ენების მეგრულის, ლაზურის და სვანურის მეშვეობით. საქართველოს ამ მხარის გეოგრაფიულ საზღვრებსა და ტოპონიმიკაზე ვრცლად და დეტალურად მექნება საუბარი ცალკე გადაცემაში. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს თემას და მესამე ისტორიული მხარე აფხაზეთში, ეს გახლავთ საკუთრივ აფხაზეთი, ანუ შიდა აფხაზეთი. ეს არის უშუალოდ აფხაზთა ტომის განსახლების არეალი. აქ საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ აფხაზების სატომო სახელზე. წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ამ ტომის სახელწოდების თავდაპირველი ვერსია არის მოსხი, იგივე მესხი. მაგალითად, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნემდე არსებულ ყველა ანტიკურ წყაროში აფხაზებს ეწოდებათ მხოლოდ ეს სახელი მოსხი. რაც შეეხება ტერმინებს აბასხი, აფხაზი, რაც დიალექტური სახესხვაობაა იმავე ძველი სატომო სახელწოდებისა მოსხი, ესენი ბევრად უფრო გვიან შემოდის ხმარებაში. ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ბერძენი ავტორი ჰელანიკე მიტილენელი აფხაზეთში მოსახლე ტომს უწოდებს მოსხებს. მისი ცნობით აფხაზეთის მოსხთა ტომის მოსაზღვრენი არიან ჰენიოხები, კორახები, ანუ კორახის თანამედროვე კელასურის ხეობის მცხოვრებნი, კერკეტები, ანუ ჩერქეზები, ოღონდ კავკასიის ქედის ჩრდილოეთი მხრიდან და ქარიმანტები. ამ ჩვენებათა მიხედვით მოსხების ეს ტერიტორია ზუსტად განისაზღვრება შიდა აფხაზეთის, საკუთრივ აფხაზეთის, ანუ ზონით. ფალეპატე აბიდოსელის, რომელიც მე-4 საუკუნეში, ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა, მისი ცნობით აფხაზეთში მოსახლე ტომი ასევე მოხსენიებულია სახელწოდებით ძოსხი, რაც რა თქმა უნდა მოსხის ასე ვთქვათ სახესხვაობაა და მათი მეზობლები არიან იგივე ჰენიოხები, კერკეტები და ქარიმანტები. ანუ ნათელი რომ იყოს, უშუალოდ აფხაზთა ტომის განსახლების ტერიტორია მოქცეული იყო დღევანდელი ახალი ათონის, ანუ ანაკოფიის დასავლეთით, ვიდრე კაპოეტის მდინარემდე, ანუ ბზიფამდე, ან შეიძლება გაგრის ვიწროებამდეც. ანუ ეს არის ისტორიული აფხაზთა საერისთავოს მიწაწყალი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც ჩანს, ლაზმეგრელები, სვანები და აფხაზები ხშირად ეცილებოდნენ ხოლმე ერთმანეთს დიოსკურიის, ანუ სოხუმის თემისთვის. უფრო გვიან ხანაშიაც მითრიდატე პონტოელის ომების აღწერი ისტორიკოსები, აგრეთვე თვით სტრაბონიც აფხაზებს იცნობენ მხოლოდ ამ სახელწოდებით, ანუ სახელწოდებით მოსხი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ყველა აღნიშნული წყარო უშეცდომოდ იმეორებს მოსხების მეზობელ ტომთა დასახელებებსაც და მათი განსახლების ადგილებსაც. ინგოროყვას გამოკვლეული აქვს სიტყვა მოსხის სხვადასხვა დიალექტური ფორმები, რის შედეგადაც გასაღები ხდება ამ სახელწოდების გვიანდელი ფორმები ჯაბასხი, აფხაზი. აფხაზთა ამ სატომო სახელწოდების მოსხის არქაული დიალექტური ფორმებია, ანუ მოსოხი, მასხი, მასახი, ბასხი, ბასახი.
ამ უკანასკნელი ფორმიდან ბასხი, ანუ ბასახი მომდინარეობს აფხაზთა ერთ-ერთი კლანის ეთნიკური სახელწოდება ბასხოგი. აგრეთვე შიდა აფხაზეთის თემის სახელწოდება ბასხი. დაბოლოება ხი, როგორც ცნობილია, ქართული ეთნიკური სახელების ჩვეულებრივი ბოლოკიდური ფორმანტია. მოსხი, მესხი, კოლხი, კახი, ტაოხი, ჰენიოხი, სანიხი, ბოლოკიდური ხი ეთნიკური დასახელების დაბოლოებაში სადაურობაზე მიუთითებს. იგი იმავე ფუნქციას ასრულებს, როგორც დაბოლოებები, მაგალითად ელი და არი. როგორც არის მაგალითად სახელწოდებაში ოდიშელი, ოდიშარი. ასე მაგალითად მხარის სახელი თუ არის ტაო, მისი ტომის სახელია ტაოხი ან ტაოელი. თუ მხარის სახელია კოლა, ტომის სახელია კოლხი ან კოლაელი, ან კიდევ კოლარი. ისევე როგორც სახელწოდებას კოლხი მოეპოვება პარალელური ფორმები კოლაელი, კოლარი, ასევე ეთნიკურ სახელწოდებას ბასხი, ბასახი ჰქონია ასეთი პარალელური ფორმები, როგორც არის ბასილი, ბასარი. როგორც მაგალითად სატომო სახელიდან კახი ნაწარმოებია გეოგრაფიული სახელწოდება კახეთი, ზუსტად ასევე სატომო სახელიდან ბასხი მომდინარეობს მხარის სახელწოდება აბასხეთი, ანუ აბასხია, იგივე საბასხია, საბასხეთი. ხოლო შემდეგ ქვეყნის ამ სახელიდან აბასხეთი, ანუ აბასხია დამკვიდრდა სატომო სახელის ეს მეორადი ფორმა აბასხი, რომლის სახელნაცვალი ფორმაა აფხასი, ანუ აფხაზი, ანუ აფხაზი. ასევე სატომო სახელიდან ბასილი მომდინარეობს ქვეყნის უпростоრად მხარის სახელწოდება აფსილეთი, ანუ აფსილია, იგივე აფშილეთი. ანუ სრული ფორმით საბასილეთი, ხოლო შემდეგ ქვეყნის ამ სახელიდან აფსილეთი დამკვიდრდა სატომო სახელის ეს მეორადი ფორმა აფსილი, ანუ აფშილი. მე მგონი რომ საინტერესოა პავლე ინგოროყვას დასკვნა აფხაზთა ტომის წარმოშობის შესახებ. ქართული და უცხოური წყაროების შეჯერების შედეგად ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აფხაზთა ტომის სახელწოდება ყოფილა მოსხი, მოსოხი, იგივე მესხი. ეს გარემოება კი თავისთავად ცხადყოფს, რომ აფხაზები ქართველ ტომთა ჯგუფს ეკუთვნოდა. მისივე აზრით, უძველეს ხანაში მესხთა ტომი ბევრად უფრო ფართოდ ყოფილა განსახლებული საქართველოს მიწა-წყალზე, ვიდრე შემდგომ პერიოდში. მესხებით ყოფილა მაგალითად დასახლებული არა მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, შემდგომდროინდელი სამცხე-ანუ და მისი მეზობელი თემები, არამედ მესხების მოსახლეობა ყოფილა აგრეთვე ქართლში, რისი დასტურიც არის დედაქალაქის სახელწოდება მცხეთა. მესხების მოსახლეობა ყოფილა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს თიანეთში, ფშავ ხევსურეთში. ამის მაგალითია ის, რომ როგორც ვიცით, კავკასიის მთიელები, მაგალითად ავარიელები ფშავ ხევსურებს მოსთხის, ანუ მოსოქის სახელით იცნობენ. რაც შეეხება აფხაზეთს, როგორც ჩანს აქ ადგილი ჰქონდა ისეთივე მესხურ ეგრისული ტომების ტერიტორიულ თანამეზობლობას, როგორც ეს გვაქვს სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთში, სადაც ეგრისელ ტომებს, მეგრელებსა და ლაზებს, იგივე ჭანებს შორის სახლობს მესხური ტომის შტო, გურულები და ქობულელ აჭარლები. ინგოროყვას ეს მოსაზრება არ არის გაზიარებული ბერძენიშვილის მიერ, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბერძენიშვილს ისეთივე ღრმა და დასაბუთებული კონტრარგუმენტი არ წამოუყენებია და კი არ გააქარწყლა ინგოროყვას არგუმენტები, არამედ პირიქით მხოლოდ ბუნდოვანება შემატა საკითხს. ძალიან იოლია მოგეხსენებათ თეორიის უბრალოდ არ მიღება, მაგრამ ძნელია საწინააღმდეგოს დამტკიცება. ბერძენიშვილი ამავე დროს აღფრთოვანებას ვერ მალავს ინგოროყვას ნაშრომის მიმართ, თუმცა როგორც ჩანს, პოლიტიკური კონიუნქტურის წყევობაში რჩება და ამით აიხსნება მისი ბუნდოვანი
შენიშვნებიც. რაც შეეხება ენას, მიუხედავად აფხაზთა შესაძლო მესხური წარმოშობისა, მათი სასაუბრო ენა უნდა ყოფილიყო ლაზ-მეგრული, ან უკიდურეს შემთხვევაში ქართო-ლაზ-მეგრულის ნარევი ენა დიალექტი. ახლა გადავიდეთ აფშილეთზე, იგივე აფსილეთზე და პირველ რიგში ვთქვა თუ სად არის ეს მხარე, სად იყო. ეს მხარე მოიცავდა მდინარე კელასურის, იგივე კორახის ზემო ნაწილს და მის მიმდგომ ზონას გუმისტის ხეობიდან ვიდრე კოდორის ხეობამდე. აფსილეთის ტერიტორია ესაზღვრებოდა სამხრეთით კოლხებს, ეგრისელებს, დიოსკურიის და დრანდის თემებს, ანუ დასავლეთის მხრიდან საკუთრივ აფხაზებს, ესე იგი აფხაზეთის მესხებს, აღმოსავლეთით მისიმიანებს, ანუ სვანმეგრელებს, ხოლო ჩრდილოეთის საზღვარი გადიოდა კავკასიონის ქედზე მარუხის უღელტეხილის ზონაში. აფსილეთის ტერიტორიაზე, როგორც ირკვევა, ნარევი მოსახლეობა იყო ქართველი ტომებისა, კერძოდ აფხაზეთის მესხებისა ერთი მხრივ და აფხაზეთის კოლხებისა მეორე მხრივ. აფსილეთის ტერიტორია ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების წყაროებში ორი სახელწოდებით არის ცნობილი: აფსილეთი და კორახეთი. უფრო ძველ წყაროებში ეს მხარე კორახეთის სახელწოდებით მოიხსენიება. კერძოდ ანტიკური ხანის ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნემდე წერილობით ძეგლებში ამ მხარეს ეწოდება კორახთა, ანუ კორაქსთა ქვეყანა, ხოლო აქ მოსახლე ტომს შესაბამისად კორახები. თუ ვინ იყვნენ კორახები, იგივე კორაქსები, რომელ სატომო ჯგუფს ეკუთვნოდნენ, ისინი ამის შესახებ ჰეკატე მილეტელს აღნიშნული აქვს: კორახები კოლხთა ტომია. რაც შეეხება ამ მხარეში მოსახლე მეორე ტომს, აფსილებს, ისინი მოიხსენიებიან კორახებზე უფრო გვიან. სახელდობრ აფსილები პირველად მოიხსენიება ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში. როგორც ზემოთ ვახსენე, ამ ტომის სახელწოდების პირვანდელი ფორმაა ბასილი, საიდანაც შემდეგ წარმოშობილა ამ სახელწოდების სახესხვაობანი, როგორც არის აფსილი, ანუ აფსილი, აფშილი. საინტერესოა ის გარემოება, რომ აგათია სკოლასტიკოსის ცნობის მიხედვით, შუა საუკუნეებში, კერძოდ მე-6 საუკუნეში ახალი წელთაღრიცხვით, აფსილების სალაპარაკო ენა ლაზურ-მეგრული ყოფილა. შემდეგი ჩვენი მხარე ეს გახლავთ მისიმიანეთი, რომელიც მდებარეობდა კოდორის ხეობაში. მისიმიანეთის ტერიტორია კერძოდ ესაზღვრებოდა სამხრეთით ეგრისელებს, დასავლეთით აფსილებს, იგივე კორახ აფსილთა ნარევ ტომს, აღმოსავლეთით სვანებს, ჩრდილოეთით კი საზღვარი გადიოდა კავკასიონზე ქლუხორის უღელტეხილის ზონაში. მისიმიანეთის ძველი სახელწოდებაა კოლაეთი. ანტიკური ხანის წყაროებში აქ მოსახლე ტომს ეწოდება სწორედ კოლნი, ანუ კოლაელნი. მეორე სატომო სახელი ამ ტერიტორიაზე მოსახლე ტომისა, მისიმიანი, ჩვენ გვხვდება ადრეულ შუა საუკუნეებში, მე-6, მე-8 საუკუნეებში კერძოდ. ძველი აბორიგენული მოსახლეობა ამ მხარისა კოლხური ყოფილა, ხოლო უფრო გვიან აქ მომხდარა სვანების, მისიმიანების იგივე ჩამოსახლება, ხოლო შემდეგ კი ამ ორი ტომის, ანუ სვანების და კოლხების შერევა, რომლის შედეგადაც შეიქმნა, ესე იგი წარმოიქმნა ახალი, ასე ვთქვათ, ნაჯვარი ტომი, სვან-კოლხები, იგივე ეგერ-სვანები, იგივე მეგრელ-სვანები. ფაქტს იმის შესახებ, რომ ძირითად აბორიგენულ მოსახლეობას წარმოადგენდა კოლხური ტომი, ამას ცხადყოფს თვით ამ ტომის და ამ მხარის სახელწოდება კოლაეთი და კოლაელები. ამ მხარის სახელწოდება და მისი სატომო სახელწოდება დადასტურებულია ძველ წერილობით წყაროებში. სახელწოდება კოლაელი წარმოადგენს კოლხთა სატომო სახელის ერთ-ერთ ფორმას. ისევე როგორც მაგალითად ტაოხი და ტაოელი სინონიმური მნიშვნელობის ტერმინებია, ასევე კოლხი და კოლაელი სინონიმებია. სახელწოდება მისიმიანი თავისი გრამატიკული გაფორმებით
ასევე წმინდა ქართულ ტიპს წარმოადგენს, ისევე როგორც აფხაზეთის მხარის ყველა დანარჩენი სატომო სახელი. სახელწოდებაში მისიმიანი ბოლოკიდური ანი, ეს არის ქართული ეთნიკური სახელების ფუძის დეტერმინანტი, იმავე ტიპისა, როგორც სვანი, ზანი, სანი, ქანი და ასე შემდეგ. ხოლო თავკიდური მ, ეს არის ქართველური ენებისათვის, კერძოდ სვანურისთვის დამახასიათებელი ფორმანტი, რომელიც თავში ერთვის ეთნიკურ სახელებს. ამასთან ანტიკური საისტორიო წყაროებიდან დასტურდება, რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის აფხაზეთის მხარეებში სხვა ქართველი ტომების გვერდით სვანური მოსახლეობაც არსებობდა. სტრაბონი მაგალითად იმ ხალხთა შორის, რომელნიც ეკუთვნიან დიოსკურიის, ანუ სოხუმის თემს, მოიხსენიებს სვანებს. მისი სიტყვით სვანები არიან პირველნი ძალითა და ძლიერებით პონტოს მთიელ ტომთა შორის. ისინი მბრძანებლობენ ყველა გარშემო ტომებზე და უჭირავთ კავკასიონის მთიანი მხარე, რომელიც აღმართულია დიოსკურიის ზემოთ. სტრაბონის ამ ცნობებს ავსებენ და კიდევ უფრო აზუსტებენ ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ავტორი პტოლემეოსი და მე-5-მე-6 საუკუნეების ავტორი ფავსტოს ბიზანტიელი. პტოლემეოსს პონტოს, ანუ შავი ზღვის მხარის ჩრდილოეთ ტომთა შორის, რომლებიც მოსახლეობდნენ აფხაზეთის მხარეთა ზონაში, ჰენიოხების მეზობლად დასახელებული ჰყავს ტომი სვან კოლხები. მოგეხსენებათ, ჰენიოხების მოსახლეობა ამ დროს დიოსკურიამდე აღწევდა და თვით დიოსკურიაც ჰენიოხების მხარეში შედიოდა. სომეხი ისტორიკოსი ფავსტოს ბიზანტიელი კი მისიმიანეთის მხარის ამ ნარევ ტომს სვან კოლხებს ეგერ სვანის, ესე იგი მეგრელ სვანის სახელწოდებით მოიხსენიებს. ამრიგად თუ შევაჯამებთ ყველა იმ ცნობას, რომლებიც დაცულია საისტორიო წყაროებში მისიმიანეთის მოსახლეობის ეთნოგრაფიული შემადგენლობის შესახებ, ირკვევა შემდეგი. პირველი, ესე იგი, ძველი აბორიგენული მოსახლეობა ამ მხარისა ყოფილან კოლაელები, რომლებიც მოიხსენიებიან ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-4 საუკუნეებში ჰეკატე მილეტელისა და სკილაქს კარიანდელის გეოგრაფიულ ტექსტებში. ისინი ეკუთვნოდნენ კოლხურ შტოს. შემდეგ მოგვიანებით ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით პირველი საუკუნიდან აქ მომხდარა სვანური ტომის ჩამოსახლება, რაზეც გვაუწყებს სტრაბონი. ხოლო უფრო გვიან კი მომხდარა შერევა ამ ორი ტომისა, ანუ კოლხებისა და სვანებისა და შექმნილა ახალი ტომი სვან კოლხები, იგივე ეგერ სვანები, იგივე მეგრელ სვანები. როგორც ამას მოწმობენ კლავდიუს პტოლემეოსი და ფავსტიოს ბიზანტიელი. მისიმიანეთის მოსახლეობის ენის შესახებ ცნობას გვაწვდის აგათია სკოლასტიკოსი, რომელიც აღნიშნავს, რომ მისიმიანელები კოლხთა, ანუ ლაზთა მეფის ქვეშევრდომნი არიან, მსგავსად აფცილებისა, ხოლო განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ და სხვა კანონებს მისდევენო. ეს იმას ნიშნავს, რომ მისიმიანეთის მოსახლეობის ენა იყო ან სვანური, ან ადგილობრივი მისიმიანური დიალექტი, რომელიც სვანური და მეგრული ენების შერევის ნიადაგზე შეიძლებოდა წარმოშობილიყო. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის და დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ შემდეგი. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის მიწებზე თავიდანვე მოსახლეობდნენ კოლხური ტომები. იმ პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიას აფხაზეთი არ ეწოდებოდა. აფხაზეთად ეს ტერიტორია იწოდა მოგვიანებით ლაზიკის სამეფოს პერიოდში, როდესაც განსაკუთრებით ლაზიკის სამეფოს არსებობის ბოლოსკენ აფხაზთა, იგივე აბასხთა ტომი გაძლიერდა და ნელ-ნელა დაიწყო მეზობელი ტომების დამორჩილება, შემოერთების პროცესი. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა ლეონ I, ხოლო მისმა ძმისშვილმა ლეონ II-მ სულ სხვა მასშტაბი შეძინა ამ პროცესს და არა მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთი
არამედ ძველი კოლხეთის ყოფილი სამეფოს მთელი ტერიტორია გააერთიანა. გააძევა რა აქედან ბიზანტიელები, დააარსა კოლხეთისა და ეგრისის სამეფოების სამართალ მემკვიდრე სახელმწიფო აფხაზთა, იგივე ეგრის აფხაზთა სამეფო და სათავე დაუდო ლეონიდთა სამეფო დინასტიას. როგორც ხედავთ, აფხაზეთის მხარეები დასახლებული ყოფილა ქართველი ტომებით, კერძოდ კი აქ გამოიკვეთა ქართველ ტომთა სამი შტო: მოსხები, იგივე ბასხები, ანუ აფხაზები, კოლხები, ანუ იგივე ლაზ-მეგრელები და სვანები, სვანო კოლხების, ანუ მეგრელ სვანების ჩათვლით. ამდენად აფხაზეთის მოსახლეობა ეთნიკურად განეკუთვნებოდა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ქართველურ ტომებს, როგორც წინარე ანტიკურ და ანტიკურ პერიოდებში, ასევე შუა საუკუნეებში, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე. რა თქმა უნდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დროდადრო ხდებოდა შერევა ჩრდილოეთ კავკასიურ ხალხებთან, რაც აისახებოდა კულტურასა და ყოფაში. თუმცა ეს სრულიად ნორმალური პროცესი იყო, ვინაიდან ეს ტომები არ იყვნენ მხოლოდ მეზობლები, ანუ ეს ჩრდილოკავკასიური ტომები, არამედ იყვნენ ნათესავებიც, რადგანაც ეკუთვნოდნენ საერთო იბერიულ კავკასიურ ოჯახს. ეთნიკური შემადგენლობის მკვეთრი ცვლილება კი უკავშირდება, როგორც მოგახსენეთ, გვიან შუა საუკუნეებს, კერძოდ პერიოდს მე-15 საუკუნიდან, როდესაც აფხაზეთსა და ოდიშის სიღრმეში ნელ-ნელა იჭრებიან აფსუა ადიღეური ტომები. ამ ისტორიული პროცესების შესახებ ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი ცალკე გადაცემებში. დღეისთვის კი სულ ეს არის, მეგობრებო. მე ბოდის გიხდით, იმიტომ რომ გადაცემა გამომივიდა საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ ჩემი აზრით ამ გადაცემის გაყოფას ჯობდა, რომ ის მთლიანი სახით ერთ გადაცემაში ყოფილიყო ეს საკითხი წარმოდგენილი. თუ თქვენთვის საინტერესო იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა და გსურთ რეგულარულად იხილოთ ხოლმე მომავალში მსგავსი კონტენტი საქართველოს ისტორიის მიჭკმალულ ფაქტებზე, მაშინ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ამ ვიდეოს მოწონება და თქვენი აზრის დაფიქსირება კომენტარის სახით. ასევე გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეო მაქსიმალურად სოციალურ ქსელებში და თქვენი ამგვარი მხარდაჭერა ჩვენ დაგვეხმარება თქვენთვის უფრო მეტი და საინტერესო გადაცემების მომზადებაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, მომავალ შეხვედრამდე.